ვივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩართვისთვის. მე სანამ დაწინაურებაზე და დაქვეითებაზე ვისაუბრებდე, ორი სიტყვით მინდა თქვა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც პოლიტიკურად მიიღეს რეგიონებთან მიმართებაში. რომ გუშინ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენთვის რეგიონების განვითარება ეს არის პრიორიტეტი და ეს არის დიდი გამოწვევა. და სწორედ ამიტომ მთავრობის სტრუქტურაში შევგვაქვს ცვლილება და ვქმნითო ასე ვთქვათ, სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამინისტრო არსებობს, რეგიონული განვითარების სამინისტრო უკვე და ამ სამინისტროს აუქმებენ და ქმნიან სახელმწიფო მინისტრის აპარატს. მაშინ, როდესაც სამინისტრო თავისი ასე ვთქვათ, მნიშვნელობით ფუნქციით დატვირთვით ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ანუ თავშივე არის ტყუილი, რომ ვითომ რეგიონები არის პრიორიტეტი მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის, რაც ესე არ არის. იმიტომ რომ ასე რო იყოს, ნამდვილად ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ და პირიქით ის უწყება, რომელიც შექმნილია რეგიონული განვითარების სამინისტრომ, ამ უწყებას გააძლიერებდნენ, მეტ ფუნქციებს მისცემდნენ, მეტ სტატუსს მისცემდნენ, მეტ დატვირთვას მისცემდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხარო რა არის იცით? ეს გრძელდება რამდენი ხანი? ჯერ რეგიონები და ინფრასტრუქტურა ერთად რო იყო გამოყვეს ერთი ადამიანის გამო, პოლიტიკური ნიშნით, ილუაშის გულისხმობ, ილუაშის შეუქმნეს ცალკე რეგიონული სამინისტრო. შემდეგ მან უარი თქვა თუ არ დანიშნეს, რა მნიშვნელობა აქვს მან, დაიჭირეს ილუაშვილი, მოიყვანეს მერე რეგიონების ხელმძღვანელად ადამიანი, რომელმაც აი ამ ერთი წელია, რაც ეს უწყება არსებობს, ცოტა მეტი, წელიწადი და რამდენიც და თავი და ბოლო ვერ გაუგო ამ უწყებას, აი თუ ხსმენიათ სადმე, რომ ეს სამინისტრო სადმე გამოჩენილი იყოს, წარმოჩენილი იყოს, რაღაცა ინიციატივა შემოეტანოს ამ პარლამენტში, ამ მთავრობაში, ან რეგიონებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფერი. ეხლა ადგენენ და აუქმებენ ეხლა ამ უწყებას და ქმნიან სახელმწიფო მინისტრის აპარატს და აბარებენ მამუკა მდინარაძეს. რატომ უნდა ირწმუნოს ეხლა საზოგადოება, რომ დაიჯეროს, რომ ნამდვილად ზრუნავენ რეგიონებზე და ნამდვილად ზრუნავენ ისეთ პროფესიონალ ადამიანს აბარებენ რეგიონებს, როგორც მამუკა მდინარაძეა, მაშინ როდესაც როდესაც 6 წლიანი ლეგიტიმაციით საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად აირჩია 6 წლიანი ლეგიტიმაციით, ხო? ზუსტად 8 თვეში დაატოვებინეს თანამდებობა და ამ 8 თვეში მან რაც შეძლო ეს იყო ის, რომ მიაღწია გენერლობას, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ უწყების თანამშრომლებისთვის მაგაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერი არ არის, როდესაც ადამიანები მაგ სისტემაში გაიზარდნენ, შესწირეს საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი სიცოცხლეც ბევრმაც და პოლკოვნიკობასაც კი ვერ მიაღწიეს ამ წლების განმავლობაში და მან კიდევ უცებ 8 თვეში გენერლობა მიიღო. მერე დიდი ზარზეიმი თვითონ როგორც წარმატებული ხელმძღვანელი აქ მთავრობის კანცელარიაში შეუქმნეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აი ამ კოორდინაციის საკითხებში, ძალოვანი უწყებების კოორდინაციის საკითხებში, როგორც წარმატებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი თუ ასე ვთქვათ, სახელმწიფო მოხელე და ამ აპარატმა სულ რამოდენიმე თვე, თითებზე ჩამოსათვლელი თვე, 1 წელიც არ იმუშავა, არ იფუნქციონირა, გაუქმეს. და ახსნა გააკეთეს, რომ იმდენად კარგად დაალაგა კოორდინაციაო, რომ ეს სახელმწიფო კოორდინაციის საკითხებში, ძალოვან უწყებებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღარ არის საჭირო და ეხლა უქმნიან რეგიონებთან კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს და აუქმებენ იმას, რა ქვია, რეგიონალურ განვითარების სამინისტროს. აი გეკითხებით მე თქვენ, სად არის აქ ლოგიკა? აი სად არის აქ სახელმწიფოებრივი მიდგომა, სად არის აქ სახელმწიფოებრივი აზროვნება და კიდე ერთს დავამატებ, რომ ყველაფერი ეს რო ფარსია და ტყუილია და არ მჯერა და ვერ დაიჯერებს საზოგადოება, პარლამენტის სესიებამდე დარჩენილი არის ზუსტად 1 თვე, ხო ეგრეა რა? სექტემბერში იწყება საპარლამენტო სესიები. განა რა გახდა ესე უცებ საჭირო, რომ ესე და მნიშვნელოვანი იყო ეს 1 თვე, რომ გაეუქმებინათ, მოეცადათ და აი ხლა არ გაეუქმებინათ დაუშვათ ის ძალოვანი უწყებების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სექტემბერში გაეუქმებინათ. ეხლა უყურე რას აკეთებენ. ეს აპარატი გააუქმეს
ეხლა ნიშნავენ რეგიონალური განვითარების მინისტრად დინარაძეს ერთი თვით რა და სექტემბერში, როდესაც პარლამენტი დაიწყეს მუშაობას, იქ საკანონმდებლო ცვლილებაა ეხლა შესატანი იცით თქვენ. და მე უკვე შევქმნითო ახალ სტრუქტურასო სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეგიონალური კოორდინაციის საკითხებში. აი ეს არის რეალობა. აი ეს არის სიმართლე, რასაც მე გეუბნებით და ეს არის ის მიდგომა და დამოკიდებულება რეგიონების მიმართ, რაც რეალურად ხელისუფლებას და მთავრობას გააჩნია რა. იმიტომ რომ ეს გზა რეგიონებმა გამოიარა დამერწმუნდით რა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი იყო ადრე, სანამ რეგიონალური სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნებოდა, მერე შეიქმნა ეს სამინისტრო, ხან ისე გადააკეთეს, გადმოაკეთეს, შეცვალეს, მაგრამ ერთ წრეზე ტრიალებენ. რატო ტრიალებენ ერთ წრეზე? იმიტომ ტრიალებენ, რომ ეს ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დატვირთვა და ადამიანებისთვის ქმნიან თანამდებობებს და ადამიანებისთვის ქმნიან უწყებებს და არა რეალურად ფიქრობენ რეგიონებზე. აგერ ეხლა საპარლამენტო სესიები არ გვაქვს ჩვენ და ჩვენი გუნდი აქტიურად დავდივართ რეგიონებში. და განახათ თქვენ საზოგადოებას რა განწყობა აქვს, რა დამოკიდებულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულები არიან და არავის არ უნდა ღიად გამოჩენა არც ეთერში, არც კადრში, არც ფოტოში და ასე შემდეგ, აი გული გახეთქვასა აქვს და პირდაპირ კადრს მიღმა გესაუბრებიან აღელვებულები და აღშფოთებულები იმ პრობლემებზე, იმ სოციალურ პრობლემებზე, რაც რეალურად საზოგადოებას აკითხებს და მთავრობას რო საერთოდ არ აინტერესებს არაფერი. ეს ინფრასტრუქტურული იქნება, სოციალური იქნება, საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის რეალური სიმართლე და დანარჩენი ახლა დაწინაურება თუ დაქვეითება ეს თვითონ საზოგადოებამ განსაჯოს, არანაირი დაწინაურება ეს არ არის. როგორ შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ კაცის დაწინაურებაზე, როცა სტუსის ხელმძღვანელი იყო 6 წლიანი ლეგიტიმაციით, 8 თვეში უწყება დაატოვებინეს, მერე სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუქმნეს ძალოვანი უწყების კოორდინაციის საკითხებში, 4 თვეში თუ 5 თვეში ის აპარატის გააუქმეს და ეხლა მინისტრათაც კი არ ნიშნავენ, სახელმწიფო მინისტრად ნიშნავენ და რეალურად სამინისტრო, რომელიც შექმნილია უკვე რეგიონული სამინისტრო და მისი გაძლიერება ბევრად ეფექტური იქნებოდა, არა, იმის ნაცვლად რომ ეგ გაეძლიერებინა და მინისტრად დაენიშნათ, მანდაც არ ნიშნავენ, მაგ სამინისტროსაც აუქმებენ და სახელმწიფო მინისტრის აპარატს. კი ბატონო, მაშინ აი საერთოდ სახლში რატო არ უშვებენ ბატონ შავა? ხოდო ალბათ პროცესია ეს, დრო არის და თავისი პოლიტიკური საქმიანობის სასიცოცხლო ციკლის დაცემის ეტაპზე იმყოფება უკვე და ეს ზრდა გაბრწყინების პერიოდი დასრულდა უკვე და მან თავის საქმე გააკეთა და ეხლა ეგრევე ერთი ხელის მოსმით გააშვებას თუ გადაგდებას აი ეს ეტაპობრივი დაქვეითება ნენელა ქვევით ჩამოსვლა ამჯობინის. კი, ანუ ფიქრობთ რომ შესაძლოა ამით არ დამთავრდეს ესე ვთქვათ დინარაძის თანამდებობების და პოსტების ისტორია. მე მგონია ქალბატონო ანა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია რეგიონების სამსახურში ვარ და ამ რეგიონებს და ზოგადად მუნიციპალიტეტებს ვემსახურები და დიდი ხნის სიცოცხლე ამ აპარატს არ უწერია პოლიტიკური სიცოცხლის გულისხმობ. ძალიან მალე გააუქმებენ მაგ სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც, ძალიან მალე, იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ არაეფექტიანი იქნება, არაფრის მომცემი არ იქნება და დაბრუნდებიან ისევ ძველმოცემულობაში. ან ადრე როგორც იყო პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული რეგიონალურ სამსახურად გარდაქმნიან, ან ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთებენ, ან კიდევ რეგიონალური სამინისტრო ჩამოაყალიბებენ ობოთ რეალური და ქმედითი ფუნქციებით და არა ისეთი როგორიც იყო. გამოსავალი არა, იმიტომ რომ ეს ეტაპები, ეს გზა გავლილი აქვს უკვე რეგიონალურ მოწყობასაც, აი ამ სტრუქტურასაც, ყველა ფორმით, ყველა ბრუნვაში და ყველანაირი კითხვით და კრიტიკით რა და არ არის გამართლებული, არ გაამართლა ამ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. იყო ესეთი უწყება მთავრობის კანცელარიაში ადრე. კი ბატონო, და აი ბატონ შალვა, თქვენ შეეხეთ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ხომ? საუბრობდით, რომ შეიძლება საჯაროდ არ უნდათ ადგილობრივებს მათ შორის გამოჩენა, მაგრამ პირად საუბრებში და შეხვედრების დროს ისინი ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას ხელისუფლების მისამართითო.
რას გულისხმობთ კონკრეტულად, როგორ უყურებენ აი ქართული ოცნების, არ ვიცი, გადაწყვეტილებებს, მმართველობებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რას გამოარჩევდით თქვენ, რა არის მთავარი ის პრობლემები, იმ სოციალური პრობლემების გარდა, რომელიც ძალიან ცხადია, რომელიც არა მარტო რეგიონებში, არამედ ზოგადად დედაქალაქშიც იგრძნობა ბუნებრივია, რას გეუბნებიან ისინი? როგორ უყურებენ და უყურებენ რეალურად საღიგონებით და აფასებენ ის ობიექტურად, რაც რეალურად არსებობს და აი ისე, რაც ეხლა აი მე თქვენ მოგიყევით, რომ აი საზოგადოებისთვის ეს არის პირდაპირ თვალებში ნაცრის შეყრა, რომ აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომ რეგიონები პრიორიტეტიაო და გამოწვევაა ჩვენთვის და სწორედ ამიტომ ვაკეთებთო, ვქნითო უწყებაში აპარატს და მეორე მხრივ არსებულს, რომელიც უფრო ძლიერია, რომელიც უფრო ეფექტურია სამინისტრო და შეიძლება უფრო უკეთესი გახადო, იმას აუქმებ რა. გამიგე. მაშინ, როდესაც გამოდიან და ყოველ ასე ვთქვათ, ეკრანებიდან მოძღრავენ საზოგადოებას, რომ თურმე საქართველოში ეკონომიკური ზრდა არსებობს, გაჭირვებულთა რაოდენობა მცირდება, სამუშაო ადგილები იზრდება და ამ დროს საზოგადოება უყურებს, რომ სოფელში აღარავინ აღარ არის დარჩენილი. იმიტომ რომ სამუშაო არ არის და ყველა ან დედაქალაქში, ან კიდე მიგრაციაშია, საზღვარგარეთ ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებშია გაქცეული და საზოგადოება უყურებს, რომ როდესაც მთავრობა გმოძღვრავს და გეუბნება, რომ სიღარიბე აღარ არის და ეკონომიკური ცხოვრება გაუმჯობესდა და ამ დროს თავისი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. გაუძვირდა პროდუქტი, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები. რა თქმა უნდა, ის თავის თავში კითხვას სვავს, რომ რა ხდება ნეტა ის ერთს ლაპარაკობს და მე რეალობა კიდე სხვა არის. ჩემნაირ მდგომარეობაში არის მთელი სოფელი, მთელი მოსახლეობა, მთელი რაიონი და მე უკვე ჩდება უკვე იმ საზოგადოებაშიც შეხედულება, რომ შტაბ-ბიჭდილება, რომ ეს მთავრობა და ეს ხელისუფლება არის მატყუარა და გამოდიან და პირდაპირ ვთქვათ ატყუებენ საზოგადოებას. აი განცდა აქვს და ეგ დამოკიდებულება აქვს რეალურად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. კი ბატონო და ბატონ შალვა, ასევე მინდა შევეხოთ კიდევ ერთ სამთავრობო ცვლილებას, ამ შემთხვევაში პირად გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში ასე გვარწმუნებენ, გულისხმობთ თიკა რუხაძის გადაწყვეტილებას. ამ კუთხით როგორი არის თქვენი დამოკიდებულება, როგორ ფიქრობთ? რამდენად დამაჯერებელია ის, რომ მისი ნებით წავიდა ის თანამდებობიდან? ჩემთვის ეგ დამაჯერებელი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ესეთ უცებ ცუდად არ ხდებიან ადამიანები, რომ ესე უცებ ავადმყოფობის გამო დატოვონ. ნუ რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებელი არ არის და ვერც იქნება, მაგრამ უბრალოდ ჩემთვის ბუნებრივია ისმის კითხვა, ან რატო დაინიშნა თიკო რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას. აი რა ნიშნით დაინიშნა? აი რა დამსახურებით დაინიშნა, რა კვალიფიკაციით დაინიშნა, რატომ რომ ძალიან უყვარს შმოტკები და კარგად ერკვევა ძვირადღირებულ ბრენდებში, მაგ კრიტერიუმით შეაფასეს და მაგ კრიტერიუმით დანიშნეს კულტურის სამინისტროში. აი უბრალოდ რა გააკეთა აი კულტურის სფეროსთვის განსაკუთრებული, რომელიც შეიძლება მისი მინისტრობის მოღვაწეობის დროს გამოყო. არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ანგარების ნიშნით დაინიშნა რა და ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ აქ კულტურის სამინისტროზე არ არის მხოლოდ საუბარი. აქ საუბარია ნებისმიერ ინსტიტუციაზე, ჯანდაცვაზეც, განათლებაზეც, აგრარულ სფეროზეც, გარემოზეც, კულტურაზეც და ყველაზე რომ უწყების ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ აი იმ წიაღში გაზრდილი იყოს და იმ სფეროს წარმომადგენლების ენაზე შეეძლოს საუბარი. ჯანდაცვის მინისტრს თუ არ შეუძლია, რომ ექიმების ენაზე ისაუბროს, მათი პრობლემები მოისმინოს, გაიაზროს და სწორად გაანალიზოს, მაგას აზრი არ ექნება ესეთი მინისტრის დანიშნას. ის უბრალოდ იქნება იქ. ესევე მდგომარეობა იქნება განათლებაში. ისევე მდგომარეობა იქნება აგრარულ სფეროში, თუ ფერმერების ენაზე საუბარი არ იცი. თუ კულტურის და საზოგადოების მოღვაწეების ენაზე ვერ საუბრო, მათი პრობლემები არის, ეს დარგი როგორ უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს.
ყოველთვის გექნება ეს პრობლემები და ყოველთვის გეყოლება ისეთი მინისტრები, რომელიც ჩაცმა დახურვაზე და ძვირადღირებული ბრენდების შეყიდვაზე იფიქრებენ რა. აი ეგ არის რეალობა. ანუ სისტემური პრობლემაა, გესმით? სისტემური პრობლემა დგას და ამიტომ ამ სისტემური პრობლემის მოგვარებას აი ესე ერთი გაუშვი, მეორე მოიყვანე, მერე მესამე დანიშნე, ეგ არ უშველის. ამას ჭირდება სისტემური ცვლილება, ანუ ხელისუფლების ცვლილება ჭირდება, რომელიც აუცილებლად დადგება ძალიან მალე დღის წესრიგში და არჩევნების გზით ამ ხელისუფლებამ უნდა დატოვოს ხელისუფლება და ამაში დარწმუნებული ვართ 2028 წელს მართველი ძალა ოცნება ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ იქნება, რაც არ უნდა გააყალბოს არჩევნები და რაც არ უნდა დაისყიდოს და მოისყიდოს თუ შეაშინოს მოსახლეობა. კი ბატონო. მადლობა შალვა კერესელიძეს, რომელიც საუბრობდა დღის